267 საკანში კანალიზაციის საშინელი სუნი იდგა. ერთხელ პლასმასის ჭიქისგან საცობი გავაკეთეთ. ფაფით შევავსეთ და ამით ტუალეტის ხვრელი ჩავტომბეთ. მეორე დილით აღმოჩნდა, რომ ჭიქაში საშუალო ზომის ნახრედი იყო გაკეთებული. ფაფა ვირთხებმა შეჭამეს, რომლებიც როგორც ჩანს თავისუფლად გადაადგილდებოდნენ კანალიზაციაში. საკანში არ გამოჩენილან, მაგრამ ციხის დერეფანში სუდარბოდნენ. 35 საკანში კანალიზაციის წყალი ამოვიდა. რამდენიმე საათში საკნის მთელი იატაკი საკანალიზაციო წყლით იყო დატბორილი. იატაკზე სიარული შეუძლებელი გახდა. ამიტომ საკანში საწოლიდან საწოლზე გადახტომით გადავადგილდებოდით. ტკივილი იყო აუტანელი. ისეთი, რომ დაწოლაც კი არ შემეძლო. ვითხოვდი ექიმის დახმარებას, მაგრამ ექიმის კაბინეტში მხოლოდ 5 საათში მიმიყვანეს. მან რაღაცა წამალი მომცა, ერთი აბი, ამის შემდეგ საკანში დამაბრუნეს. მივიღე აბი, რომელიც ექიმმა მომცა, ტკივილმა არათუ არ გამიარა, არამედ იმატა კიდეც. ალბათ იმიტომ, რომ მომიწია წინ და უკან სიარული და ექიმის კაბინეტში ფეხზე დგომაც კი. ნახევარ საათში დღებინება მქონდა. გარდა ამისა, ტკივილი გუმკერდისა და ზურგის არეში გაუსაძლისი გახდა. ეს არის ამონარიდი რუსი იურისტის სერგეი მაგნიცკის დღიურებიდან. მაგნიცკიმ გამოავლინა უშიშროების ძალების მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მილიარდობით რუბლის მიტაცების სქემას. ამის გამო მაგნიცკი დააპატიმრეს. ერთ წელიწადში მაგნიცკი ციხეში გარდაიცვალა. იგი სულ რაღაც 37 წლის იყო. მოგვიანებით მისი სახელი მიენიჭა ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში მიღებულ ჯერ აქტს და მერე კანონს, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ადამიანის უფლებებისა, კორუფციისა და კანონის უზენაესობის დარღვევის პასუხისმგებელი პირების მიმართ. მას ასე დღეს ვისაუბრებთ სერგეი მაგნიცკიზე და კანონზე, რომელიც მის სახელს ატარებს. ყველაფერი 1996 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის საფონდო ბაზარზე შემოვიდა ბრიტანეთის საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ერქვა Hermitage Capital Management. ამ ფონდის ხელმძღვანელი იყო ამერიკის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე უილიამ ბრაუდერი, ბიზნესმენი, ცნობილი ინვესტორი. ფონდი გახდა საკმაოდ მსხვილი, ინვესტიციებს ახორციელებდა როგორც მსხვილ სახელმწიფო კომპანიებში, ისეთებში როგორც იყო და არის გაზპრომი, სბერბანკი, რაოიესი, სურგუტნეფტეგაზი, ტრანსნეფტი და ასე შემდეგ და ასევე კერძო კომპანიებში. დროთა განმავლობაში ფონდი მესამე გახდა სიდიდით რუსეთის საფონდო ბაზარზე და ინვესტიციების მოცულობამ ამ ფონდის შეადგინა 4 მილიარდი დოლარი. ესე გრძელდებოდა, ფონდი მუშაობდა და გარდა ამისა გაითქვა სახელი იმით, რომ იცავდა მინორიტარი აქციონერების უფლებებს. ხშირად საუბრობდნენ ამაზე და გამოაშკარავეს კორუფციის არაერთი საქმე, არაერთი შემთხვევა საფონდო ბირჟაზე, საფონდო ბაზარზე რუსეთის. მოკლედ ისეთი ცნობილი ფონდი იყო Hermitage Capital Management. 2005 წელს ბრაუდერი ჩამოვიდა მოსკოვში მურიგ მივლინებაში და მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. უბრალოდ გააჩერეს, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა იქ, არაფერი არ აუხსნეს და შემდეგ ისევ გაუშვეს დიდ ბრიტანეთში. საერთოდ არ უთქვამთ, რატომ არ უშვებენ რუსეთში. ბრაუდერი ცნობილი ადამიანი იყო, Hermitage Capital-ი ცნობილი ფონდი, ამიტომ მალევე შედგა სატელეფონო საუბარი ბრიტანეთის ელჩსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. კი, მაშინაც 2005-ში სერგეი ლავროვი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. და ამ საუბრის დროს ლავროვმა აუხსნა და განუმარტა ბრიტანეთის ელჩს, რომ ბრაუდერი არ შემოუშვეს მოსკოვში რუსეთის ნაციონალური უშიშროების ინტერესების
გამო. რამდენიმე თვეში ფონდი აგრძელებდა მუშაობას და რამდენიმე თვეში ფონდის ოფისში გაისმა ზარი. ბრაუდერის მოადგილემ უპასუხა და მას ესაუბრებოდა საგადასახადო პოლიციის წარმომადგენელი, ვინმე არწომ კუზნეცოვი. დავიმახსოვროთ ეს სახელი, ჩვენ მასზე დღეს კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. კუზნეცოვმა უთხრა ბრაუდერის მოადგილეს, რომ ჩვენო ვიცითო აი თქვენი პრობლემის შესახებ, ბრაუდერს არ უშვებენ მოსკოვში, ფონდს გარკვეული პრობლემები შეექმნა. მოდითო მეო მოვალო და ისე არაფორმალურ გარემოში დავილაპარაკოთ ამ პრობლემაზე. ბრაუდერის მოადგილე მიხვდა, რომ აქ არის საუბარი ქრთამის მიცემაზე და უარით გაისტუმრა არწომ კუზნეცოვი. ანუ უთხრა, რომ არა, ეს შეხვედრა არ შედგება. კიდე ცოტა ხანში უკვე Hermitage Capital-ის და კიდე ერთი კომპანიის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. აი აქ დგება მომენტი, როდესაც ჩვენ გაგაცნობთ სერგეი მაგნიცკი. აი აქ შემოდის თამაშში, აი ამ ისტორიაში შემოდის სერგეი მაგნიცკი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სერგეი მაგნიცკი არ უნდა აგერიოთ ლეონტი მაგნიცკიში, მათემატიკოსებმა შეიძლება იცოდნენ, რომ ლეონტი მაგნიცკი მე-17 საუკუნეში იყო რუსული პირველი სახელმძღვანელოს არითმეტიკის სახელმძღვანელოს ავტორი იყო. არა, დღეს საუბრობთ სერგეი მაგნიცკიზე. სერგეი მაგნიცკი დაიბადა 1972 წელს, დაიბადა ოდესაში, შემდეგ სკოლაში სწავლობდა ყაბარდო-ბალყარეთში და უნივერსიტეტში ჩააბარა მოსკოვში, პლეხანოვის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა მოსკოვში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მალევე დაიწყო მუშაობა იურისტად, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა ამერიკულ კომპანიაში Firestone and Duncan. ამ კომპანიის დამაარსებლები, მფლობელები იყვნენ ამერიკელი იურისტები, ჯეიმისონ Firestone და თერი დანკანი. კომპანია, როგორც გითხარით, ეს საკონსულტაციო კომპანია იყო და იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა სხვადასხვა კომპანიას, სხვადასხვა ფირმას და მათ შორის Hermitage Capital-საც. ანუ Hermitage Capital-მა დაიქირავა ეს საკონსულტაციო კომპანია. მაგნიცკის გარდა, მაგნიცკი იყო ჩართული აი ამ კონსულტაციებში, როგორც იურისტი, როგორც აუდიტორი, სხვა იურისტებიც მუშაობდნენ, თანამშრომლობდნენ Hermitage Capital-თან. აი ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ბრაუდერის მოადგილემ უარი უთხრა არწომ კუზნეცოვს არაფორმალურ საუბარზე, ჩატარდა ჩხრეკა Firestone Duncan-ის ოფისში და Hermitage Capital-ის ოფისში. აი ამ ჩხრეკის დროს და ჩხრეკას ხელმძღვანელობდა აბავინ არწომ კუზნეცოვი, საგადასახადო პოლიციის წარმომადგენელი და სხვა პოლიციის წარმომადგენლები. ჩატარდა ჩხრეკა და ორივე ოფისიდან ამოიღეს Hermitage Capital-ის როგორც საწესდებო საბუთები, დოკუმენტები, ასევე ამ კომპანიის, ამ ფონდის ბეჭდები. რა გააკეთეს ამ ადამიანებმა აი ამ დოკუმენტების საწესდებო Hermitage Capital-ის საწესდებო დოკუმენტების და ბეჭდების გამოყენებით? მათ დააარსეს ახალი პატარა კომპანიები, რომლებიც დაარეგისტრირეს სხვადასხვა ადამიანების სახელზე, თან ეს ადამიანები ადრე იხდიდნენ სასჯელს ძირითადად თაღლითობის გამო. შემდეგ ეს კომპანიები აი ამ საბუთების და ბეჭდების გამოყენებით დააარსეს, შემდეგ მიმართეს სასამართლოს, რათა სასამართლოს დაემტკიცებინა, რომ საგადასახადო ინსპექციამ უნდა დაუბრუნოს ამ კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი. ეხლა რაშია საქმე? ეს არის მიღებული პრაქტიკა, ადამიანები, ვინც არის ვინც იცის, ვინც ერკვევა ბიზნესში, იციან, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიას არ აქვს შემოსავალი, იხდის საშემოსავლო გადასახადს, მაგრამ შემდეგ საგადასახადო ინსპექცია უბრუნებს აი ამ გადასახადს, რადგან შემოსავალი არ ქონდა.
სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, ძალიან სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს საშემოსავლო გადასახადი დაებრუნებინათ აი ამ კომპანიებისთვის. ვიცი, მეორე დღეს მივიდნენ საგადასახადო ინსპექციაში, უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებით და რუსეთში ერთ დღეში საგადასახადო ინსპექციამ დაუბრუნა ამ ადამიანებს საშემოსავლო გადასახადი. 5 მილიარდ 400 მილიონი რუბლის ოდენობით. ეს დაახლოებით 230 მილიონი დოლარი იყო. მაშინდელი 2007 წლის კურსის მიხედვით. წარმოუდგენელი ამბავი, გამოგონილი კომპანიები, გამოგონილი ამბავი, არანაირი არც შემოსავალი არ ქონდათ იმ კომპანიებს, არც საშემოსავლო გადასახადი არ გადაუხდიათ და აი ესეთი ჯაჭვი მთელი შექმნეს კომპანიები, სასამართლო, საგადასახადო. მოკლედ აი ესეთი ამბავი. სინამდვილეში ამას ქვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მიტაცება. აი ამ სქემას ხელმძღვანელობდა ისევ ის არწომ კუზნეცოვი და ასევე საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლები, საქმეში ფიგურირებდა ვინმე ოლგა სტეპანოვა და ასევე გამომძიებელი პავლე კარპოვი. ჩვენ ამ გვარებს კიდევ გავიგებთ დღეს. ცოტა მოგვიანებით, როდესაც უკვე ჟურნალისტებმა გაიგეს ამ საქმის შესახებ, შემდეგ გაირკვა, რომ ყველა ამ ადამიანმა, კუზნეცოვმა, კარპოვმა, სტეპანოვამ, თავის მეუღლესთან ერთად, ვლადიმერ ლენინი, ერთად შეიძინეს სახლები დუბაიში, მოსკოვში, მილიტარული ბინები მოსკოვის ცენტრში, გახსნეს ანგარიშები შვეიცარიის ბანკებში და ასე შემდეგ, მოკლედ ის. გარდა ამისა, ისიც გაირკვა, უკვე შემდეგ, როგორც გეუბნებით, ჟურნალისტებმა და პირველ რიგში ნოვაია გაზეტას ჟურნალისტებმა იყო რუსეთში ესეთი გაზეთი, არაჩვეულებრივი ნოვაია გაზეტა, სადაც სხვა შორის მუშაობდა ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, ეს გაზეთი უკვე რუსეთში აღარ მოღვაწეობს, ისინი არიან უცხო აგენტები და საზღვარგარეთიდან ცდილობენ, რომ გააგრძელონ ჟურნალისტური მოღვაწეობა. მოკლედ, ახალი ნოვაია გაზეტას ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და გაირკვა, რომ აი ამ ადამიანების გარდა, კუზნეცოვის, კარპოვის, სტეპანოვის, რა ვიცი, მთელი აი ამ ადამიანების სია არის მთელი ადამიანების, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ სქემაში. ერთ-ერთი ბენეფიციარი აი ამ მილიონების იყო მაშინდელი თავდაცვის მინისტრი რუსეთის, ვინმე სერჯუკოვი იყო ესეთი ადამიანი, რამდენიმე წლის განმავლობაში იგი იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი. კიდევ ერთი ადამიანი, რომლის გვარი ამოტივტივდა აი ამ გამოძიებაში, იყო სერგეი როლდუგინი. მუსიკოსი, ცნობილი, მაგრამ ყველაფერთან ერთად ითი არის ცნობილი. ეგ არის ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობარი. მოკლედ, აი ესეთი ამბავია და ეს სქემა ამ სქემით დაინტერესდა და გახსნა სერგეი მაგნიცკი. ამ მომენტისთვის უკვე Hermitage Capital-ს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს რუსეთში, გარდა იმისა, რომ ბრაუდერს რახანია უკვე არ უშვებენ მოსკოვში, ფონდსაც შეექმნა სერიოზული პრობლემები, ამიტომ ფონდი იძულებული იყო, რომ გაეყიდა მთელი თავისი აქტივები, რაც ჰქონდა რუსეთში და პრინციპში შეეწყვიტა მოღვაწეობა ამ ქვეყანაში. მაგნიცკი კი, როგორც იურისტი, როგორც აუდიტორი, აგრძელებდა ამ თავის გამოძიებას. აქ იმასაც ვიტყვი, რომ მაგნიცკი ისეთი განსაკუთრებული ადამიანი იყო, აი განსაკუთრებული პასუხისგებლობით უდგებოდა იმ საქმეს, რომელსაც აკეთებდა. იმ მომენტში ბრაუდერიც მიხვდა და სხვა თანამშრომლები ფონდის, რომ კარგად არ არის მათი საქმე და 6-დან 5 იურისტი მაგნიცკის გარდა ყველამ დატოვა რუსეთი. მე ხშირად ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ კონტექსტში. ეს არის 2007 წელი, 2008 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც 2007 წელს
პუტინი გამოვიდა აი ამ ცნობილი მიმართვით მიუნხენში, როდესაც პირველად ეს ჰანიმუნი დასრულდა დასავლეთთან, მისი პირველი ვადის გამოვიდა და ძალიან ისეთი სერიოზული განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, როგორ ებრძვის დასავლეთი ამერიკა, ნატო რუსეთს და როგორ არ დაუშვებს ამას რუსეთის империя. Отдельные нормы, да по сути чуть ли не вся система права одного государства, прежде всего, конечно, Соединенных Штатов, перешагнула свои национальные границы и по сути во всех сферах, и в экономике, и в политике, и в гуманитарной сфере навязывается другим государствам. Ну кому это понравится? Magnitsky აგრძელებს ამ გამოძიებას, აი ეს ყველაფერი, მთელი ეს სქემა გამოიძია ამ რა გააკეთეს ამ ადამიანებმა, როგორ შექმნეს კომპანიები, მიმართეს სასამართლოებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი და ასე არ ვიცი, როგორ გითხრათ, ძალიან მიამიტურად მიმართა საგამოძიებო ორგანოებს. დაუდო მთელი საბუთები, ეს არ იყო მისი მოსაზრება, ეს იყო სერიოზული იურიდიული გამოძიება ამ ადამიანის, დაუდო საბუთები, სადაც ყველაფერი მეტყველებს აი ამ ადამიანების ბრალზე და მოითხოვდა, ბუნებრივია, მოითხოვდა, რომ რაღაცა პასუხისგებაში მიეცათ ეს ადამიანები. მაგრამ ესე არ მოხდა. იმის მაგივრად, რომ საქმე აღძრულიყო მთელი რიგი ადამიანების წინააღმდეგ, საქმე აღიძრა სერგეი მაგნიცკის წინააღმდეგ. წარმოუდგენელი, ხო? აბსურდი, ხო? აი ესეთი აბსურდი მოხდა. სერგეი მაგნიცკი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის როგორც ჰერმიტეჯ, როგორც Firestone Duncan-ის წარმომადგენელი იურისტი, ეხმარებოდა Hermitage Capitals ამ ფონდს გადასახადების თავის არიდებაში. ანუ საქმეში ფიგურირებდა როგორც Hermitage კაპიტალი და ბრაუდერი, მაგრამ ბრაუდერი რუსეთში არ იმყოფებოდა და პირველ რიგში, ესე იგი, დაადანაშაულეს სერგეი მაგნიცკი, რომელიც აი ამ გამოძიების, ესე ვთქვათ, ვერსიით ეხმარებოდა ამ ფონდს. მაგნიცკი დააკავეს 2008 წლის 24 ნოემბერს და აი ამ დღიდან იწყება ამ ადამიანის წამების ისტორია. მე დასაწყისში ჩვენი ეპიზოდის წაგიკითხეთ რამდენიმე ამონარიდი მისი დღიურებიდან. ესე ყოველდღიურად, ესე იგი, წერდა დღიურებს მაგნიცკი. ხო გითხარით, და უცნაური კაცი იყო, ძალიან დიდი პასუხისგებლობით უდგებოდა თავის საქმეს და თან ისეთი სკრუპულოზური ადამიანი იყო, ყველაფერს იწერდა. მე კიდე მოვყვები რა წამება გაიარა ამ ადამიანმა მოსკოვის ციხეებში, ჯერ იმყოფებოდა ციხეში, ერთ-ერთ უძველეს ციხეში მოსკოვში, რომელსაც ქვია მატროსკაია წიშინა, შემდეგ გადაიყვანეს სხვა ციხეში, ბუტირკაში, შემდეგ ისევ დააბრუნეს მატროსკაია წიშინაში, სადაც მოკვდა, გარდაიცვალა, სადაც მოკლეს სინამდვილეში. მოკლედ აი ამ თითქმის კი არა და 12 თვის განმავლობაში გამომძიებლები და ვინ იყო გამომძიებელი მისი საქმის? პავლე კარპოვი. ზუსტად ის ადამიანი, რომელიც მაგნიცკიმ დაადანაშაულა იმ სქემის შექმნაში. აბსურდი, ხო? ხო, აი ესეთი აბსურდია. კარპოვი და სხვებიც ითხოვდნენ მაგნიცკისგან, რომ მას უარი ეთქვა თავის აი ამ გამოძიებაზე და ჩვენებაზე. მაგნიცკი არ თანხმდებოდა ამაზე. მთავარი წამება, გარდა იმისა, რომ ის საშინელ პირობებში ამყოფებდნენ ამ ადამიანს, წარმოუდგენელ ანტისანიტარიაში, გაფუჭებულ საჭმელს და წყალს ასმევდნენ და აჭმევდნენ. ძირითადად მაგნიცკი იმყოფებოდა საკნებში, სადაც მაგალითად ზამთარში არ იყო ფანჯრები და იყო საშინელი სიცივე აუტანელი და ამის გამო სულ ესე იგი ავად ხდებოდა აი ამ სიცივის გამო.
ზაფხულში იყო პირიქით აუტანელი სიცხე და საკანში ბევრად უფრო მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, სულ მალევე მაგნიტსკის დაეწყო გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები. მე უნდა ვთქვა, რომ როდესაც მაგნიტსკი დააკავეს 2008 წლის 24 ნოემბერს, ის შევიდა ციხეში, ჯერ საგამოძიებო იზოლატორში, შემდეგ ციხეში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო, 36 წლის. არაფერი არ აწუხებდა. აი ამ თვეების განმავლობაში ისეთ პირობებში ამყოფებდნენ, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნა. სულ ითხოვდა ექიმთან შეხვედრას, დახმარებას, მაგრამ არანაირი რეაგირება ამაზე არ იყო. 2009 წლის აგვისტოსთვის უკვე ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მას უჭირდა სიარული, სულ საშინელი ტკივილი აწუხებდა, როგორც იქნა შეახვედრეს ექიმს, რაღაცა გამოკვლევაც ჩაუტარეს და აღმოაჩინეს, რომ ნაღლის ბუშში აქ კენჭები. ვინც იცის ეს რა ტკივილთან არის დაკავშირებული, იცის რა წამებაა, როდესაც შენ არც ტკივილ გამაყუჩებელს არ გაძლევენ და საერთოდ არ გეხმარებიან ექიმები. გარდა იმისა, რომ წერდა დღიურებს, მთელი ამ 12 თვის განმავლობაში სერგეი მაგნიტსკიმ 100 საჩივარი დაწერა. ესე სკრუპულოზურად წერდა ამ საჩივრებს 100 საჩივარი. არანაირი რეაგირება ამ საჩივრებზე არ ყოფილა. 2009 წლის ნოემბრისთვის მისი მდგომარეობა იყო უმძიმესი, ის უბრალოდ კიოდა ტკივილისგან, როგორც შემდეგ გაირკვა და იმ დღეს, 16 ნოემბერს 2009 წლის, სერგეი მაგნიტსკი გადაიყვანეს ბუტირკიდან, აი ციხიდან, ისევ დააბრუნეს ციხეში მატროსკე-ტიშინა. რატომ? იმიტომ რომ ბუტირკაში სამედიცინო კაბინეტი საერთოდ არ არსებობდა და მეორე ციხეში იყო ექიმი და სამედიცინო კაბინეტიც იყო. შემდეგ გაირკვა, რომ აი ამ მოგზაურობის დროს მოსკოვში, როდესაც გადაყავდათ მაგნიტსკი ერთი ციხიდან მეორე ციხეში და უკვე პრაქტიკულად სიარულიც არ შეეძლო, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ეს ადამიანი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ აი ამ მოგზაურობის დროს მაგნიტსკი სასტიკად ცემეს. აი ამ მდგომარეობაში მიიყვანეს მეორე ციხეში და იქ შეხვდა ექიმს, რომელსაც ჰქვია ალექსანდრა გაუსა, ესეთი ქალბატონი, არ ვიცი ჰიპოკრატეს ფიცთან დაკავშირებით რა ურთიერთობა აქვს ამ ქალს, მაგრამ მოკლედ შემდეგ ჩვენების დროს იხსენებდა, რომ მაგნიტსკი არაადეკვატურად იქცეოდა, არაადეკვატურად კი არა, უბრალოდ გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა და დახმარებას სთხოვდა ამ ეგრეთ წოდებულ ექიმს. მაგრამ გაუსმა არანაირი დახმარება არ გაუწია, უფრო მეტიც მან ბადრაგი გამოიძახა 8 კაცი, რა თუნდოდა 8 კაცი აი ამ ღრმა დაავადებულ ადამიანს და ამ ბადრაგს უთხრა, რომ ეს არაადეკვატურად იქცევაო და რაღაცა მეშინიაო, კიდე რაღაცა თავში არ ჩამარტყასო. ამიტომ ბადრაგმა გაათრია მაგნიტსკი სხვა საკანში, სადაც სასტიკად ცემეს. სულ ცოტა ხანში გაუს მოუწია, აი ამ ექიმს ალექსანდრა გაუს მოუწია ჩვეულებრივი სასწრაფო მანქანის სასწრაფო დახმარების გამოძახება. ექიმები, რომლებიც აი ამ სასწრაფო დახმარებას მოყვნენ, ისინი შემდეგ იხსენებდნენ, რომ ძალიან მალევე მივიდნენ ციხეში, სადღაც 15 წუთში, მაგრამ 1 საათზე მეტი იმყოფებოდნენ ციხეში და ელოდებოდნენ. მათ არ უშვებდნენ იმ საკანში, სადაც იყო სერგეი მაგნიტსკი. როდესაც შეუშვეს, სერგეი მაგნიტსკი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. თავიდან სიკვდილის დასკვნაში, აი ამ დოკუმენტში იყო ჩაწერილი, რომ სერგეი მაგნიტსკი გარდაიცვალა პანკრეონეკროზისგან. პანკრეონეკროზი არის უმძიმესი დაავადება, უმძიმესი, რომელსაც თან ახლავს ძალიან ძლიერი ტკივილი. იქ კიდე ერთი ჩანაწერი იყო, საკმაოდ საინტერესო, სადაც ეწერა, რომ მას ასევე აღენიშნებოდა თავის ქალის ტრავმა.
შემდეგ ეს ორივე ჩანაწერი გაქრა სიკვდილის მაგნიტსკის სიკვდილის დასკვნიდან და იქ ჩაეწერა რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა გულის უკმარისობისგან და ესეთი უცებ ესე იგი ესეთი კარდიოლოგიური პრობლემა გაუჩნდა და გარდაიცვალა. როგორც გითხარით, სერგეი მაგნიტსკი მაშინ 37 წლის იყო. შემდეგ დაუკავშირდნენ ოჯახს, დედას, ასევე მეუღლეს, მაგნიტსკის ყავდა მეუღლე და ერთი ვაჟი, ნიკიტა. დედა მივიდა ციხეში და ითხოვდა გამოძიებას, იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა. და მაშინ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მას უთხრა ესეთი ფრაზა. ანუ ის ითხოვდა რომ ესე იგი ცხედარი წაეყოთ ციხიდან და მან უთხრა დედას ესეთი ფრაზა. დრო თქვენზე არ მუშაობს. ცხედარი იხრწნება. ზუსტად 15 წელიწადში ზუსტად იგივე ფრაზას ეტყვიან კიდევ ერთ დედას. ალექსეი ნავალნის დედას. დრო თქვენზე არ მუშაობს. მართალია ალექსეი ნავალნის დედისგან ითხოვდნენ იმას, რომ მისი გასვენება არ ყოფილიყო ესეთი საჯარო, ცოტა სხვა მოთხოვნა იყო, მაგრამ ფრაზა იყო იგივე. ზუსტად იგივე. მაგნიტსკი არ იყო არც პოლიტიკოსი, არც აქტივისტი, ჩვეულებრივი მოქალაქე იყო, იურისტი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. დიდი პასუხისგებლობით უდგებოდა თავის საქმეს. მაგრამ აღმოჩნდა ესეთი გმირი, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წამებას და არ თქვა უარი თავის ჩვენებაზე და თავის გამოძიებაზე. ხო, ესეთ ადამიანებზე დგას სახელმწიფო. და არწომ კუზნეცოვზე, პავლე კარპოვზე, ოლგა სტეპანოვაზე და კიდე ბევრზე დგას ხოლმე რეჟიმები. კიდე ერთი აბსურდი, რომელიც მოხდა უკვე სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ, იყო ის, რომ გამოძიება და შემდეგ სასამართლო ამ საქმესთან დაკავშირებით გაგრძელდა. და სერგეი მაგნიტსკი, მკვდარი სერგეი მაგნიტსკი სცნეს დამნაშავედ ამ საქმეში. ნუ მართალია არაფერი არ მიუსაჯეს, იმიტომ რომ გარდაცვლილი იყო უკვე. მაგრამ ეს საქმე გააგრძელეს და სასამართლო სხდომაც შედგა ამასთან დაკავშირებით. მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ საქმემ. ამის შესახებ გაიგეს ჟურნალისტებმა, დაიწყეს ჟურნალისტური გამოძიებები, როგორც გითხარით ამის შესახებ დიდი გამოძიება ჩაატარა ნოვაია გაზეტამ, შემდეგ OUCC ARPI-მ, სხვა ჟურნალისტებმა საინტერესო ფაქტები აღმოაჩინეს ამ საქმესთან დაკავშირებით. პუტინს, როდესაც კითხეს ამ საქმის შესახებ, იმიტომ რომ იმ წლებში პუტინს, რომელიც იმ მომენტში მართალია არ იყო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იყო, პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო, ეს ხო შეცვალეს, მაგრამ ესე გამოცვალეს ესე იგი ადგილები. პუტინს, მაგრამ ნუ ყველას ესმოდა, ვინ არის მთავარი კრემლში, იმ წლებშიც კი. პუტინს, როდესაც კითხეს ამ საქმის შესახებ, მან მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით упасуха журналистებს და თქვენ რა გონიათო? Вы что думаете, в американских тюрьмах люди не умирают, что ли? Полно. И чего? И мы сейчас будем это все вот раскручивать? ამერიკულ ციხეებში ხალხი არ კვდებაო? რამდენიც გინდათ და მე რა ვქნათ ახლა? ესეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს. გარდა ოჯახისა, მეგობრებისა, კოლეგებისა, ეს ამბავი, მაგნიტსკის სიკვდილის ამბავი, მეხივით დაეცა ბილ ბრაუდერს, Hermitage Capital-ის დამაარსებელს და ყოფილ დირექტორს. პირველ რიგში იმის გამო, რომ ის საკუთარ პასუხისგებლობას გრძნობდა სერგეის სიკვდილის გამო. და ამიტომ ბილ ბრაუდერმა მოიფიქრა
ესეთი სია იმ ადამიანების, რომლებიც ისი აზრით არა ნამდვილად იყვნენ დანაშაულნი სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში, სია და ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესების იდეა მოვიდა. ანუ აი ამ აქტის, აი ამ დოკუმენტის ავტორი არის ბილ ბრაუდერი. შემდეგ ბილ ბრაუდერმა გადასცა ეს სია ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს ბენჯამინ კარდინს. და კარდინი უკვე გახდა აი ამ აქტის, ამ აქტს დაერქვა სერგეი მაგნიტსკის სახელი, მაგნიტსკის აქტის ინიციატორი გახდა სენატორი ბენჯამინ კარდინი. მოკლედ, როგორც გითხარით, ამ სიაში თავიდან იყო სულ 60 გვარი. და იქ იყვნენ ეს არჭომ კუზნეცოვი, კარპოვი, სტეპანოვა თავის მეუღლესთან ერთად, საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლები, მოსამართლეები, გამომძიებლები, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები. მოკლედ 60 გვარი აი ამ ადამიანების. 2000 ეს პირველად ეს აქტი მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში 2012 წელს. ანუ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილიდან თითქმის 3 წელიწადში. მაგრამ შემდეგ ეს აქტი უკვე გადავიდა და გახდა კანონი და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ანალოგიური კანონი მიიღეს კანადაში და ევროკავშირმა მიიღო როგორც რეკომენდაცია ევროკავშირის წევრების მიმართ და სხვათა შორის ქვეყნებს რაც შეეხება ეს კანონი პირველ რიგში მიიღეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ისინი ყოფილი ბალტიის ქვეყნები პირველ ფორპოსტში არიან როგორც ყოველთვის მსგავსი გადაწყვეტილებების. მოკლედ მიიღეს ეს კანონი და ეს სია უფრო და უფრო გაფართოვდა. ანუ ამ სიაში დროთა განმავლობაში ამატებდნენ გვარებს. ეხლა რაშია საქმე? საქმე ის არის, რომ თუ თავიდან ამ სიაში იყვნენ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, რომლის სახელებიც უკავშირდებოდა სერგეი მაგნიტსკის სიკვდილს, შემდეგ ამერიკაშიც და აი ამ სხვა ქვეყნებშიც გადაწყვიტეს, რომ ეს სია უნდა გაფართოვდეს და აი ამ სიაში უნდა დაამატონ ის ადამიანები, რომლებიც ზოგადად არღვევენ ადამიანების უფლებებს სხვადასხვა ქვეყნებში. იმიტომაც არა მარტო რუსეთში, ანუ თუ თავდაპირველად ეს კანონი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს ეხებოდა, შემდეგ იქ შევიდნენ უკვე სხვა ქვეყნების მოქალაქეები, სულ კაი ხალხი ესე იგი, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს. იქ რამზან კადიროვის გარდა, რომელიც რაღაცა მომენტში მისი გვარიც შევიდა, კიდე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც არიან. სხვათა შორის ერთ-ერთი რუსი ცნობილი უკვე რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ ყარამურზა გამოდიოდა ინიციატივით, რომ ამ სიაში შეეტანათ ვლადიმერ პუტინის სახელი, მაგრამ ეს მაინც არ მოხდა. ის ვლადიმერ ყარამურზა, რომელიც 2 წლის წინ დააკავეს, 25 წელი მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ კი შარშან ის გაცვალეს რუსეთის შპიონებში და მკვლელებში. ჩვენ თუ არ გინახავთ ჩვენი პირადი საქმის ეპიზოდი ვადიმ კრასიკოვზე, ზუსტად აი ამ გაცვლაზე გიყვებით აი ამ ეპიზოდში, საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი იყო და გირჩევთ რომ ნახოთ. მოკლედ ვლადიმერ პუტინი ჯერჯერობით ამ სიაში არ არის. რატომ გადაწყვიტეთ მაგნიტსკის სიაზე საუბარი? იმიტომ რომ შარშან იქ ქართული გვარებიც გაჩნდა. სხვათა შორის ამ გვარების ამ სიაში შეტანის ინიციატორი ისევ სენატორი ბენჯამინ კარდინი იყო. ისევ სენატორი იყო და ამ სიაში სხვებთან ერთად მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. რატომ? იმიტომ რომ სენატორებმა მიიჩნიეს, რომ ვახტანგ გომელაური და კიდე სხვა ადამიანები
არ ღვევდნენ ადამიანის უფლებებს საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევის დროს. მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უფლებები ირღვეოდა სასტიკად აი ამ დარბევების დროს. ესე გავითქვით სახელი საქართველოს მაგნიცკის აქტთან სიასთან დაკავშირებით. მაგნიცკის აქტის და შემდეგ კანონის მიღების ფონზე რუსეთშიც დაფიქრდნენ, აბა ჩვენ რაღაცა ხო უნდა უპასუხოთ ამერიკას და კიდე სხვა დასავლურ ქვეყნებს. რაღაცა უნდა მოვიფიქროთო. აბა აი როგორ გონიათ რა მოიფიქრეს, ესე იგი საპასუხოდ. რუსეთში მოიფიქრეს შემდეგი რამ. რუსეთის დუმამ, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელსაც დაარქვეს ძიმა იაკოვლევის კანონი. ოპოზიციამ, რუსეთის ოპოზიციამ და საერთოდ საზოგადოებამ ამ კანონს დაარქვა ნაძირლების კანონი. ეხლა რაშია საქმე? ამ კანონის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს აეგრძალათ ბავშვების აყვანა რუსეთის ინტერნატებიდან. საქმე ის არის, რომ წლების და წლების განმავლობაში და პირველ რიგში ამერიკის მოქალაქეები იყვანდნენ ბავშვებს, ობოლ ბავშვებს და პირველ რიგში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს რუსეთის ინტერნატებიდან. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. აი ამ კანონის მიხედვით, ძიმა იაკოვლევის კანონის მიხედვით, რუსეთმა აუგრძალა ამერიკის მოქალაქეებს ამ ბავშვების აყვანა. ცინიზმი და აი აბსურდი და საშინელება მდგომარეობდა იმაში, რომ იმათაც კი, ვინც იმ მომენტისთვის უკვე გაიცნეს ერთმანეთი, ანუ პოტენციურ მშობლებს და ბავშვებს, რომლებსაც უკვე შეხვედრებიც ჰქონდათ, ბავშვები ელოდებოდნენ ახალ ოჯახებში წასვლას, მშობლები ელოდებოდნენ აი ამ ბავშვების ჩამოსვლას ამერიკაში, იმათაც კი აეგრძალათ, ესე იგი, შეხვედრა. რატომ დაარქვეს დუმაში, რატომ დაარქვეს ძიმა იაკოვლევის კანონი? იმიტომ რომ იყო ესეთი შემთხვევა, ბიჭი, ძიმა იაკოვლევი, ასევე ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭი, აიყვანეს ამერიკის მოქალაქეებმა და შემდეგ რამდენიმე თვეში ისე მოხდა, რომ ეს ბავშვი ამერიკაში გარდაიცვალა. იქ შემდეგ იყო გამოძიება, მართალია მამა არ დასაჯეს, მაგრამ ნუ ესე ტრაგიკული შემთხვევა. მაგრამ ყველა კრიტიკოსი ამ კანონის საუბრობდა იმაზე, რომ ესო სახელმწიფო დუმამ აი ტერორისტული აქტი ჩაატარაო, იმიტომ რომ იმ ძალიან მძიმე რუსეთისთვის და რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის კანონის საპასუხოდ რაღაცა მსგავსი კანონი კი არ მიიღესო, არამედ საკუთარი ობოლი ბავშვები დასაჯესო. საკუთარი ობოლი ბავშვები. ისიც უნდა ითქვას, რომ ის ამერიკელები ან სხვა ქვეყნების მოქალაქეები ბევრად უფრო ხშირად იყვანენ იმ ობოლ და ავადმყოფ ბავშვებს, ვიდრე რუსეთის მოქალაქეები. ესეც უნდა აღინიშნოს. მოკლედ აი ესეთი პასუხი, ჩვენი პასუხი ჩემბერლენს. აი ესეთი პასუხი გასცა სახელმწიფო დუმამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს. და ეს იყო პასუხი მაგნიცკის კანონზე. ეს იყო ეპიზოდი მაგნიცკის აქტზე, სიაზე, კანონზე და სერგეი მაგნიცკიზე. ერთ ჩვეულებრივ რუს იურისტზე, რომელიც არ შეეგუა ძალიან დიდ უსამართლობას და შეეწირა კიდევაც ამ რეჟიმს. 2009 წლის შემდეგ აი ეს უსამართლობა, ეს სისასტიკე რუსეთში გრძელდება და სულ უფრო და უფრო ძლავრდება. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი მაყურებლები, გამოგვყევით YouTube-ზე, ყველა
თქვენი გამოწერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიღლები ამის თქმით, მოუყევით არა მარტო პირად საქმეზე, მოუყევით პროექტ 64-ზე ჩვენს პლატფორმაზე გადის საარაჩვეულებრივი საინტერესო პოდკასტები. თუ ეკონომიკა გაინტერესებთ, გიორგი კეპულაძეს მოусმინეთ. აქტუალური პოლიტიკური საკითხები, რაც ქართულ რეალობას შეეხება, მოусმინეთ გიორგაშვილს, ჩვენს ჟურნალისტს. სოფო აფციაური თავისი დღიურებით, რომელი ერთი ყველანი ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და ვცდილობთ, რომ ისეთი კარგი ჟურნალისტიკა გავაკეთოთ სტანდარტების მიხედვით. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, გამოგვყევით YouTube-ზე, გამოგვყევით სხვა სოციალურ ქსელებზე. მადლობა და გისურვებთ ბედნიერებას.